მინდა ინფორმაცია მივაწოდოთ თბილისის მოსახლეობას, ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, ეს არის რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გაიწელა. თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე იყო გამოცხადებული ტენდერი, თუმცა მონაწილეობა არ მიიღო კომპანიებმა და რამდენჯერმე მოხდა ჩავარდნა აღნიშნული ტენდერის, თუმცა უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას. რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი, როგორც ვიზუალური, ისე ისტორიული თვალსაზრისით, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება. აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული თანამედროვე, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სიამაყის განცდა. დედაქალაქის მთავარი გამზირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთულია, სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე უსაფრთხო და კომფორტულ სივრცედ გადაიქნება. სამუშაოები 23 ივლისს დაიწყება. ხამე დავიწყებთ 12 საათზე რა დროიდანაც რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვემოთ არსებული კომუნიკაციების განახლება, ძალიანად ახალი პროექტი გაკეთდება და მოწესრიგებული იქნება ეს ყველაფერი, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზომარაგების ცენტრალური სისტემები, ასევე საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებით. ამასთანავე მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი LED სისტემებით. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს, განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხელმცენარეები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მიმზიდვას და ეკოლოგიურად გაუმჯობესებულ გარემოდ აქცევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს, მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშნები, გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამუშაოები, რომლებსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ჩვენ, ესე იგი, დღე და ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები, ჩვენი თანამშრომლები გაუწევენ პროექტის განხორციელებას, ზედამხედველობას, რომ დროულად დავამთავროთ სამუშაოები. პირველი, როგორც გითხარით, დავიწყებთ მიწისქვემოთ არსებული კომუნიკაციების განახლებას, ახალი პროექტის განხორციელებას და შემდეგ უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. როგორც გითხარით, ოთხშაბათს ვიწყებთ სამუშაოებს.